მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ჩვენმა ჯარისკაცებმა წინაპრებმა და გმირებმა გაიღეს სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჯარის ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ახალგაზრდებს მიმართა და უნიკალურ პროექტში მონაწილეობის დაწყება მიულოცა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ჯარისკაცებმა წინაპრებმა და გმირებმა გაიღეს სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა. და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენი ჯარიც ქვეყანაც ძლიერდება და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გავძლიერდება. განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა. ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ. ხედავთ, რომ გააქტიურდნენ არაერთხელ ახსენა ეს თინა ბოკოჩავამ და სხვებიც ახსენებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან. ამ სიკეთით სარგებლობს საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკოსები, რომლებმაც მანდატებზე ქუჩიდან თქვეს უარი ამ თემას ბრიუსელში აქტიურად ლობირებენ. ამასთან ბოჭორიშვილმა ისაუბრა პერიოდზე, როდესაც ის წინა მოწვევის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ეს 4 წლიანი პერიოდი, განსაკუთრებით იმ გამოცდილებით, სადაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა საფრთხეებიც და გამოწვევებიც, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყოველთვის იდგა. კარგად გამოჩნდა რა პროცესები მიდის საქართველოსთან დაკავშირებით და ვინ რას აკეთებს ამ პროცესში, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს პირველ რიგში ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურება, რასაც განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში ჯარის ბანაკის გახსნაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდების ჯართან ურთიერთობით შესაძლებლობა აქვთ ემოციებით ეზიარონ ყველაფერს, რასთანაც ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობაა დაკავშირებული. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 1700 ახალგაზრდას ჯართან უშუალო შეხება ექნება და ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნობა. ქართულმა ოცნებამ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს. საქართველოს ხელისუფლება კვლავ მიმართავს რეპრესიებს და ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა. პროევროპელი პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირისკენ გზიდან კიდევ უფრო აშორებს. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. ქართულმა ოცნებამ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს, წერს მარგუს ცაჰკნა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. 2019 წლიდან დღემდე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მოსამართლის მივლინების ვადა 2 წლიდან 3 წლამდე იზრდება. ასევე დასაშვები იქნება ამ ვადის კიდევ 2 წლით გაგრძელება. ეს არის კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის. ამასთან მოქმედი კანონით მოსამართლის თანახმობის გარეშე მისი მივლინების გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს. ცვლილებებით ასეთი გადაწყვეტილებისთვის საჭირო იქნება სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 მხარდაჭერა. მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გასაჩივრება შეაჩერებს მივლინების გადაწყვეტილების მოქმედებას საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე. კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით საკვალიფიკაციო პალატას მხოლოდ საქმის ხელახლა განსახილველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაბრუნება შეუძლია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანრი ოხანაშვილის განცხადებით საქართველოს ტერიტორიის 100 ჰექტარი დაიკარგა, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა განმარტება. შესაბამისი განცხადება ოხანაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით განმეორებით დაბარებაზე საუბრისას განაცხადა. სუსის უფროსის თქმით, საგამოძიებო კომისიის წინაშე დაბარებული პირი არ გამოცხადდა, რაც საჭიროებს შესაბამის შეფასებას. შეკითხვაზე, თუ ვინ იყო საქმის კურსში ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვას
აღმართვასთან დაკავშირებით ოხანაშვილი პასუხობს, რომ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლით იქნა მიღებული. ფაქტი არის ის, რომ ეს არ იყო კოორდინირებული პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან კონკრეტული საკითხებში ჩართულობა. ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის გვერდის ავლით განხორციელდა ეს ყოველივე, განაცხადა ოხანაშვილმა. თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70,000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია. ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ ლუგარის კულევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ასევე განკარგულებით სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც განისაზღვრა. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია UEFA-ს ექსპერტებთან ერთად მუშავდება, ნათქვამია ინფორმაციაში. სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1,687,000 ლარს შეადგენს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე განაცხადა, ფინანსური დახმარების გაწევა მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება. გახსოვთ, ალბათ სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა რამხელა ზარალი მიაყენა იქ მოვაჭრეებს. ჩვენი თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ დაზარალებულებს, ადგილზეც იმყოფებოდნენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები. მათი მოთხოვნის საფუძველზე მყისიერად მოხდა ტერიტორიის მოწესრიგება და დასუფთავება. ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება, განაცხადა კახა კალაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება და შინ გაემგზავრება ირანისკენ კი მეგობრული თვითმფრინავის ტალღას გააკეთებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში წერს. მისი მტკიცებით ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია. არავინ დაშავდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის, წერს ტრამპი. ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. ჯერა რომ ეს სრული განადგურება იყო, ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ და მათ რაიმეს გამოტანის შანსიც არ ჰქონდათ. მსგავსი მასალის გამოტანა ძალიან რთული და საშიშია, განაცხადა ტრამპმა. შეკითხვაზე კვლავ დაარტყამს თუ არა აშშ ირანს თუ თეირანი ურანის გამდიდრების პროგრამას აღადგენს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ დიახ. ახლა მათ ყველაზე ნაკლებად სურთ ეს რაიმეს გამდიდრება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, სარაკეტო დარტყმებმა ირანის პროგრამა უკან 10 წლეულობით დახია, აღნიშნა პრეზიდენტმა. ასევე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანსა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტით კმაყოფილია და პროცესი კარგად მიმდინარეობს. ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის განცხადებით შეერთებული შტატები და ისრაელის რეჟიმი მუსლიმურ ქვეყნებს შორის განხეთქილების დათესვას ცდილობენ. ირანული მედიის ცნობით მასუდ პეზეშკიანმა ეს განცხადება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. მტკიცედ გუჯერა, რომ შეერთებული შტატები და სიონისტური რეჟიმი მუსლიმურ ერებს შორის განხეთქილების შექმნას ცდილობენ. მაშინ, როცა ირანი რეგიონულ ერთიანობასა და მშვიდობას ცდილობს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. ირანული მედიის ინფორმაციით სატელეფონო საუბრის დროს მოჰამედ ბინ სალმანმა რომ საუდის არაბეთი თავიდანვე გმობს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. ჩვენ გავმართეთ ფართომასშტაბიანი დიპლომატიური კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა ისრაელზე ზეწოლა მოგვეხდინა და მისი თავდასხმების შეგვეჩერებინა. ციტირებს ირანული მედია საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.